ნორვეგია უერთდება საფრანგეთის გეგმას, რომლის მიზანიც ბირთვული შეკავების საკითხზე ევროპულ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, სადაც მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან თავდაცვის საკითხზე გამართა მოლაპარაკებები. შეერთებული შტატების ტრადიციული მოკავშირის ნორვეგიის ინიციატივაში ჩართვა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ევროპა საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგიებს აძლიერებს, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის ომისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკის ფონზე. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე გეოპოლიტიკური კუთხით ნორვეგიის ინიციატივაში ჩართვა ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. თქვენ დათანხმდით, რომ ნორვეგია ბირთვული შეკავების გაფართოებულ ინიციატივას შეუერთდებოდა. ეს ჩვენი პარტნიორობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამბიციურ თანამშრომლობასაც ბიძგს მისცემს. ეს ორმხრივი ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოების სასარგებლოდ მოქმედებს. ნორვეგია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული და სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მოკავშირეების ტერიტორიების გარე საფრთხეებისგან დაცვის თვალსაზრისით თანამშრომლობა უკვე ჰქონდა. ბირთვული შეკავების გაძლიერებული ძალისხმევისას ჩვენი ურთიერთობა დამატებით მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. პარიზმა და ოსლომ ასევე გააფორმეს ფართომასშტაბიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება, სახელწოდებით ნარვიკის შეთანხმება, რომელიც ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში, უფრო მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობას ითვალისწინებს. ნარვიკის შეთანხმებით საფრანგეთის პრეზიდენტი აგრძელებს საფრანგეთის თავდაცვის საერთაშორისო პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დანიასთან, ფინეთთან და შვედეთთან, კავშირებს აღრმავებს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნორვეგიამ უსაფრთხოების კუთხით კავშირების გაღრმავების გადაწყვეტილება ევროპაში არსებული პოლიტიკური ვითარების, მათ შორის რუსეთის მასშტაბური გადაიარაღების პოლიტიკისა და რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე მიიღო. 9 ევროპულ ქვეყანასთან ერთად ნორვეგიაც მიიღებს მონაწილეობას თქვენი ინიციატივის შემდგომ პროცესში, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება საფრანგეთის ბირთვულმა იარაღმა შეიტანოს წვლილი ევროპის უსაფრთხოებასა და ბირთვულ შეკავებაში. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ინიციატივა მნიშვნელოვანია. მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთის ბირთვული იარაღი მხოლოდ საფრანგეთის უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული. ახლა საფრანგეთი ახლო მოკავშირეებთან იწყებს დიალოგს, თუ როგორ შეიძლება მისმა ბირთვულმა იარაღმა უფრო ფართო გაგებით ევროპის უსაფრთხოებასა და სამხედრო საფრთხეების შეკავებასაც შეუწყოს ხელი. ჩვენ გსურს ვიყოთ ამ დიალოგის ნაწილი ჩრდილოეთ მეზობლებთან ერთად. საფრანგეთმა ბირთვული შეკავების კუთხით თანამშრომლობა რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან უკვე დაიწყო. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2 მარტს განაცხადა, რომ გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია და შვედეთი პარიზთან ბირთვულ თანამშრომლობას დათანხმდნენ. თანამშრომლობა ერთობლივ ბირთვულ წვრთნებს, ინფორმაციის გაზიარებასა და საბოლოოდ საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობის მქონე რაფალეს ტიპის გამანადგურებლების მოკავშირე ქვეყნებში დროებით განთავსებას ითვალისწინებს.